2020 წლის მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 40. მუდმივი მასის იდეალურმა აირმა შეასრულა ნახატზე გამოსახული 1-2 პროცესი. მოცემული გვაქვს PV დიაგრამა, და პროცესი არის მიმდინარეობს 1-დან 2-ისკენ. მოდი აღვნიშნოთ ეს, რომ ასე არის. საწყის მდგომარეობაში აირის აბსოლუტური ტემპერატურაა ტენული. ესე იგი, საწყის ტემპერატურა ვითხრეს, რომ არის ტენულიო პირულ მდგომარეობაში. პენული წნევა და ვენული მოცულობა მუდმივი სიდიდეებია. ესე იგი, პენული და ვენული მუდმივი სიდიდეებია, ვიცით? და პირველი გვეკითხებიან, რის ტოლია აირის აბსოლუტური ტემპერატურა საბოლოო მდგომარეობაში. ხო, ამისთვის მოდით პირველ რიგში ჩავწეროთ კლაპეირონ-მენდელეევის იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება PV უდრის ნიუ R S. ტოლობის ორივე მხარის ტეზე გაყოფით მივიღებთ, რომ PV ფარდობა ტესთან ტოლი არის ნიუ R-ის. რადგანაც პირობით გითხრეს, რომ საუბარია მუდმივი მასის იდეალურ აირზე, შესაბამისად ნივთიერების რაოდენობა ნიუ მუდმივი იქნება და ასევე გაზების უნივერსალური მუდმივაც მუდმივი არის. შესაბამისად ეს სამი მაკროპარამეტრი, სტატისტიკური თერმოდინამიკური სტატისტიკური მაკროპარამეტრები PV და ამ სახით არიან ერთმანეთზე შებმული, კერძოდ თითოეული შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ როგორც ხედავთ, მათი PS-ა და V-ს ნომრავლობა და ტეზთან ფარდობა ყოველთვის მუდმივი სიდიდე რჩება. შესაბამისად, შეგვიძლია დავწეროთ, რომ P პირულ მდგომარეობაში გამრავლებული მოცულობა პირულ მდგომარეობაში გაყოფილი ტემპერატურასთან პირულ მდგომარეობაში, რადგან ასთვლიანი პროცესის დროს არ იცვლება, საწყის და საბოლოო მდგომარეობებშიც არ შეიცვლება. შესაბამისად, დავიღებთ ეგრეთ წოდებულ კლაპეირონის განტოლებას, საიდანაც ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი საძიებელი სიდიდე არის T2, ტოლი იქნება P2 V2-თან შეფარდებული P1 V1-თან გამრავლებული T1-ზე. ეხლა ჩავსვათ მოცემული სიდიდეები P2 როგორც ხედავთ. ნახაზიდან ტოლი არის P0-ის, ესე იგი P0 გამრავლებული V2 ტოლი არის 3 V0-ის, 3 V0 შეფარდებული P1 არის 4 P0-ის ტოლი, ეს გამრავლებული V1-ზე, რომელიც როგორც ხედავთ V0-ის ტოლი არის, ეს გამრავლებული კიდევ გვაქვს T1-ზე, რომელიც T0-ის ტოლი არის. ესე იგი, ეს კიდევ უნდა გამრავლოთ T0-ზე. საბოლოოდ რას მივიღებთ? V0-ები შეუკვეცება, P0-ები შეუკვეცება და დაგვრჩება 3/4 T0. ანუ პირველი შემთხვევაში, პასუხი რო ჩავწეროთ, მოდით T2 ტემპერატურა საბოლოო მდგომარეობაში ყოფილა 3/4 T0-ის ტოლი. ახლა რაც შეეხება მეორე შემთხვევას, პირველი ორი პროცესის გამომსახველი წრფის განტოლება შეგვიძლია ჩავწეროთ, როგორც PV უდრის KV plus B. გამოსახეთ გადა B კოეფიციენტები P0 და V0-ის სიდიდეებით. P-ს დამოკიდებულება V-ზე აქვს შემდეგი სახე, გეუბნებიან KV plus B. და მოდით ახლა კადაბეს საპონელად, ახლა ეს წრფივი ფუნქცია არის, როგორც ხედავთ, V-ს მიმართ. შესაბამისად, კასაპონელად ახლა თუ დავაკვირდებით, ამ გრაფიკის V-ღერძთან დახრის კუთხე არის ბლაგვი, შესაბამისად, ამ კუთხეს თუ აღნიშნავთ ალფათი, A კუთხის სიბლაგვიდან გამომდინარე, აი ამ კუთხის სიბლაგვიდან გამომდინარე, K ტოლი იქნება მინუს ტანგენს ალფა-C. ტანგენს ალფა კიდევ ამ კუთხეს ამ კუთხედიდან, ამ კუთხის ალფა კუთხის ტანგენსი არის მოპირდაპირე კათეტი შეფარდება მინდებარი კათეტთან, მოპირდაპირე კათეტი არის 4 P0 მინუს P0, ანუ 3 P0 მინუს 3 P0 შეფარდებული მინდებარესთან, ანუ 2 V0-ზე, V0-თან, 2 V0. ესე იგი, კასიდიდეც ვიპოვეთ პირველ შემთხვევაში, ესე იგი მეორეში K უდრის მინუს 3 P0 შეფარდებული 2 V0-თან. ახლა შეეხება B-სიდიდეს, მოდი, აი მაგალითად მეორე წერტილისთვის ავიღოთ მეორე წერტილი და მეორე წერტილისთვის დავწეროთ ეს დამოკიდებულება, რა გვექნება, ესე იგი, ეს რადგან ყველა წერტილისთვის სრულდება, მეორე წერტილისთვისაც შესრულდება, ხო? ესე იგი, გამოგდის, რომ P2 V2 ტოლი არის KV2 plus B. ეს უდრის უბრალოდ აქედან გამომდინარეობს, რომ რა P2 იქნება მეორე წერტილში, ნახოთ რამდენი იქნება მეორე წერტილში. მეორე წერტილში არის P0-ის ტოლი, P0, ესე იგი P0 უდრის
K ვიპოვეთ უკვე -3P0 შეფარდებული 2V0-თან. ეს გამრავლებული V2 რამდენია V2? 3V0-ზე დამატებული B. ეს V0-ები შეგვიკვეცება შესაბამისად აქედან B-რის ტოლი ყოფილა P0-ს დამატებული 9 3 3 3 3 9 შეფარდებული 2-ზე. ეს ტოლი არის 11 მეორედი P0-ის. ესე იგი B ტოლი ყოფილა გამოდის 11 P0 შეფარდებული 2-თან, ხოლო P-ვე დამოკიდებულებას შესაბამისად ექნება შემდეგი სახე. K-ს მაგივრად უნდა ჩავსვათ -3 P0 შეფარდებული 2V0-თან, გამრავლებული V-ზე დამატებული 11 P0 შეფარდებული 2-თან. მესამე დაწერეთ პროცესის სტეპი განტოლება. ხო, ამისთვის მოდით ისევ კლაპეირონ მენდელეევის მდგომარეობის განტოლება გამოვიყენოთ. კერძოდ ზოგადი PV წევრს თუ გავამრავლებთ V-ზე შეფარდებული TV-სთან, ტოლი იქნება, აი მეორე წერტილი ავიღოთ აქაც მაგალითად P2 P2 შეფარდებული T2-თან. P2 პირობით არის P0-ის ტოლი, P0 გამრავლებული V2-ზე, რომელიც 3V0-ის ტოლია, ეს კიდე უნდა გავყოთ T2-ზე. T2 ნაპოვნი გვაქვს 3/4 T0-ია. 3/4 T0 ეს ტოლი იქნება 3P0 V0 შეფარდებული 3T0-ზე და ეს კიდე გამრავლებული 4-ზე. 3 იკვეცება და საბოლოოდ გვხვდება, რომ ეს ტოლი არის 4P0 V0 შეფარდებული T0-თან. ანუ რა გამოგვდის ჩვენ, მოდით ცოტა ქვემოთ გადავალ, ადგილი აღარა გვაქვს. ანუ ჩვენ გამოგვდის, რომ EV გამრავლებული V-ზე შეფარდებული TV-ზე ტოლი არის 4P0 V0 შეფარდებული T0-თან. საიდანაც TV ტოლი იქნება TV გამრავლებული V-ზე, ეს გამრავლებული T0-ზე და კიდე გამრავლებული ეს ერთი შეფარდებული 4P0 V0-თან. ეს უდრის PV როგორც ვიცით ნაპოვნი გვაქვს, PV არის -3P0 შეფარდებული 2V0-თან, V-ს პლუს 11P0 შეფარდებული 2-თან, ეს გამრავლებული კიდე T0 V-ზე და ეს კიდე უნდა გამრავლდეს 1 შეფარდებული 4P0 V0-თან. ეს P0-ები შეგვიკვეცება, ცხადია, და საბოლოოდ რა დაგვრჩება? ეს უდრის -3T0 შეფარდებული 2P0 V კვადრატი პლუს 11T0 შეფარდებული 2-თან V და ეს თლიანად გამრავლებულია კიდე 1 შეფარდებული 4V0-თან. ეს კი ტოლი იქნება, მოდით რისი ტოლი იქნება ეს და ეს უდრის -3T0 შეფარდებული 8V0 კვადრატი V კვადრატი პლუს 11T0 შეფარდებული 8V0 V-ზე. ანუ საბოლოოდ გამოგვივიდა ჩვენ, რომ მესამეში TS V-ზე დამოკიდებულებას ჰქონია შემდეგი სახე. ეს უდრის -3T0 შეფარდებული 8V0 კვადრატი V კვადრატი პლუს 11T0 შეფარდებული 8V0-თან გამრავლებული V-ზე. ხო, ეხლა ვნახოთ მეოთხე. გასაგებად რომელი მოცულობის დროსაა აირის ტემპერატურა მაქსიმალური. მოდით ახლა ამისთვის ასე მოვიქცეთ, ბევრი რამ წეროთ. აი ეს აღნიშნოთ 100, ეს აღნიშნოთ B-ი. მაშინ რა გამოგვივა, რომ T-V ტოლი არის -AV კვადრატს პლუს B-V.
ეს კი არის v-ს მიმართ კვადრატული განტოლება, ხო? ეხლა წვეროს კოორდინატებისთვის ჩვენ ვიცით, რომ v წვერო ტოლი არის -b შეფარდებული 200-თან. თუ შევიტანთ ამის მნიშვნელობას, ესე იგი მინუს b-ს მნიშვნელობა არის 11 t0 va v0. ეს უნდა გავყოთ ორჯერ არის ტოლი არის, ატოლი არის 3 t0. ატოლი არის მინუსი არ დაგვავიწყდეს, -3 t0 შეფარდებული 8v0 კვადრატთან. ესენი იკვეცება, როგორც ხედავთ, აქ დაგვჭება 4, ანუ ეს ტოლი იქნება მინუსი მინუსთან გაპლუსდება და გვექნება 11 t0 შეფარდებული 8v0-თან გამრავლებული 4v0 კვადრატი შეფარდებული 3 t0-თან. ეს v0 და ეს შეგვეკვეცა, ესეც შეგვეკვეცა, 4-ებიც შეგვეკვეცა, აქ დაგვჭვა და ეს ტოლი გამოგვივიდა 11v0 შეფარდებული 6-თან. ანუ მეოთხე შემთხვევისთვის v წვეროს კოორდინატები ტოლი ყოფილა 11v0 შეფარდებული 6-თან. ახლა რაც შეეხება მეხუთეს, განსაკუთრებით არის მაქსიმალური ტემპერატურა. ხა რადგანაც ვიცით ტეს ვეზე დამოკიდებულება v წვეროს კოორდინატებს თუ შევიტანთ ეს მაგივრად მივიღებთ ტეს მაქსიმალურ მნიშვნელობას, ხო? შესაბამისად, რა გვექნება? გვექნება შემდეგი, რომ t v წვერო ტოლი არის -3 t0 შეფარდებული 8v0 კვადრატთან გამრავლებული v წვეროს კოორდინატები ნაპოვნი გვაქვს 11v0 შეფარდებული 6-თან კვადრატში, ამას დამატებული 11 t0 შეფარდებული 8v0-თან. ეს კიდევ უნდა გამრავლდეს 11v0 მე-6-ზე. ეს უდრის, მოდით ასენი აღარ გჭირდება ახლა ამებს, მოდით წავშლოთ თქვენ ის ნებართვით. ასე ბატონო ჩემო. ეს უდრის -3 t0 v0 კვადრატი გამრავლებული 121v0 კვადრატი შეფარდებული 36-თან დამატებული ეს v0-ები შევეკვეცა 121 8x6 48-თან. ახლა ესა და ეს შეგვიკვეცა, აქ დაგვჭა 12, ანუ ეს საბოლოო ტოლი არის 121 აქ t0 გამოგვჭა 121 t0 შეფარდებული 6-თან გამოკლებული ეს v0 კვადრატებით შეგვიკვეცა 121 შეფარდებული 96-თან. ეს ტოლი იქნება 121 t0 96-თან. კი ბატონო, ერთოდით რამე არ შეგვეშალოს ახლა ჩვენ. კი ბატონო, სწორი არის. ანუ ეს საბოლოო ტოლი იქნება 96 არის საერთო. გვაქვს 48 შესაბამისად 96 და რა გამოგვივა საბოლოოდ? ეს იქნება 121 t0 ტოლი. ანუ რა დავწეროთ საბოლოოდ მეხუთე შემთხვევისთვის, მეხუთეში t მაქსიმალური ტოლი ყოფილა 121 96 t0.